მე ჯერ პატარა ბიჭი ვიყავი და ივანიშვილი ძალიან კარგად მახსოვს. აი აქ წინათ იყო ერთი პატარა კამოს ქარხანა, ეგრეთ წოდებული კამოს ქარხანა და აი მათ ქარხანაში მუშაობდა თავის ძმასთან ერთად. მახსოვს ივანიშვილი ძალიან კარგად. ხო და აი საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. აი ამიტომაც მოსწონს, აქ იყო. ბიძინა ივანიშვილის ინტერესი ერეკლე მეორის მოედნის მიმართ ცხადი პოლიტიკაში მოსვლისთანავე გახდა. ქვეყნის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა 2011 წლის 12 დეკემბერს ამ მოედანზე ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების ოფისი გახსნა. მოგვიანებით კი პარტიად ჩამოყალიბებული ოცნებაც ამავე მოედანზე იქვე მდებარე როსტომ მეფის სასახლეში გადაიტანა. მალევე მილიარდერის საკუთრება გახდა მანთაშევის რიგებში მე-20 საუკუნის ქარვასლის შენობა და ჟურნალისტთა სახლიც. ახლა ისტორიული მოედნის ძირძველი მცხოვრებლები ეჭვობენ, რომ ოლიგარქს მთელი მოედნის ხელში ჩაგდება უნდა. გვითხრე ჩვენ ამასთან დაკავშირებით, რომ არსებობდა პანორამა თბილისის პროექტი. აი ამაში შედის დღესაც ჩვენი განაშენიანების ეს მცირე მონაკვეთი და ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ქალაქ თბილისის მერია იყო, ფონდი იყო, ვინც იყო ხელისუფლება, აი ეს უბანი ყოველთვის იყო ტაბუ დადებული. ინვესტორის ფეხი აქ არ იყო. ჩვენ ამ პროექტის ერთი ნაწილი გახლავართ, რომ რაღაცა გზით, ხანდაზმულობით, რომ ხალხი დაიღლება, ვიღაცა გარდაიცვლება. მანანე აფხაძე ზვიად გამსახურდიას მთავრობის წევრის 9 აპრილის მოვლენებისა და აფხაზეთის ომის მონაწილის თამაზ მამაგეიშვილის ქვრივია. მამაგეიშვილი საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული. მის ოჯახს კი იმ სახლის დაკანონების პრობლემა აქვს, სადაც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა 50 წელზე მეტხანს იცხოვრა. ჩემი ქმარი მან გაიღო ყველაფერი, რაც ჰქონდა ამ ქვეყნისთვის და რა მივიღე დღეს სახლი, რომელიც ჩემი მეუღლის წინაპრების ნაყიდია, დღეს რატომ ართვევ? შენ ბიძინა ხარ თუ კალაძე ხარ, ვინც არ უნდა იყოს, რატომ ართვევ? ერეკლე მეორის მოედანზე მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველი ტერიტორიების გამოთავისუფლების ოპერაციას კახა კალაძე და მასზე დაქვემდებარებული უწყებები ასრულებენ. ისე როგორც ეს შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე მოხდა. აქ თბილისის განვითარების ფონდმა ძველი სახლების რეაბილიტაცია ჩაატარა. გარემონტებული სახლების დარეგისტრირების უფლებას კი მესაკუთრეებს უკვე წლებია აღარ აძლევს. რომ მინგრევა სახლი და ახალი უნდა აშენდეს, ანუ მეორადი რეგისტრაცია აუცილებლად საჭიროა. მეზობელმა რომ მივიდა საჯარო ვეჭი და ასე შემდეგ, თუ თბილისის განვითარების ფონდი არ მოგცემს ნებართვას, ჩვენ ვერ თქვენ კიდეც რა იზომოთ, ფული გადაიხავთ, რაც გინდათ ის გაკეთეთ, ჩვენ ვერ დაგიმტკიცებთ ამ ყველაფერს. ნანული კეჩხუაშვილი ყავლაშვილის 7 ნომერში 26 წელია ცხოვრობს. თბილისის განვითარების ფონდმა მისი სახლი 2019 წელს დაანგრია. 2021-ში კი საცხოვრებლად შეუშვა. თუმცა მას შემდეგ 5 წელია არც ქალბატონ ნანულის და არც მის მეზობლებს საკუთარი ბინები საკუთრებაში აღარ აქვთ. ქონების დაბრუნება სასამართლოსაც სთხოვეს, აქაც უარი მიიღეს. ამდენი უარი თბილისის განვითარების ფონდის დუმილი და უმოქმედობა აფიქრებინებთ, რომ მათი სახლები ბიძინა ივანიშვილის აკვიატებას ეწირება. რა თქმა უნდა, რას უკავშირებდა, ინტერესები რა თქმა უნდა ბევრია, დიდი ინტერესებია, რა თქმა უნდა, ბატონი ივანიშვილის არის ინტერესები, აქვე ახლოს არის, თავისი მათი ოფისიც ხომ აქ იყო, გადაბრძანდნენ აქედან, გვერდით შენობა იმხელა დიდი სასტუმრო, ჯერ არ შიგნით არ აქვს დამთავრებული, თორე ახლა იმასაც ამოქმედებენ, რა თქმა. ეს ერთადერთი ადამიანი რაღაცა ესეთი სვავია, რომ არ ვიცი. არავის არ ინდობს, არაფერს არ ინდობს. არავინ არ კიდებს ხელს ჩვენ საქმეს, იმიტომ რომ არის ინტერესები უფრო მაღლივი. შენობას რატო არ რემონტობენ თქვენი აზრით? რატომ და ესაც ფონდი არავის არ შვებს. სხვა ინვესტორს. ამ თვითონ უნდა მოვიდეს, როცა მოიყვანოს, დააგრევიოს, ააშენებიოს და ასე შემდეგ. ბოლო უარი სასამართლოდან 1 მაისს მიიღეს. მიზეზი იგივეა. თბილისის განვითარების ფონდი არ აწოდის რეესტრს ახალ აზომვით ნახაზებს ხელახალი რეგისტრაციისთვის. მანანე აფხაძე ადვოკატია და საკუთარ და მეზობლების უფლებებსაც თავად იცავს. თუმცა წლების წინააღმდეგობა არ წმუნებს, რომ საქმე ბევრად უფრო რთულადაა და ყველა უარის უკან ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანი დგას. როცა მოხდა აი წითელი ლენტის გაჭრა, ბატონი კალაძე იყო მოსული და მან
აუწყა საზოგადოებას, რომ აი ძველი თბილისის განახლება მოხდა. მაგრამ როგორ მოხდა ეს განახლება? ამის შემდეგ არავინ დაინტერესებულა და ჩვენ მე პირადად ტრიალებ ჩაკეტილ წრეზე. 5 წელი ხო გავიდა მას შემდეგ. სად რა ხდება 5 წლის შემდეგ? ამათგან 7 წელი გავიდა, აგერ 14 წელი გავიდა. რამდენი წელი უნდა 10 წელი ხანდაზმულობის ვადა გეუბნებიან კარგად იყავი 10 წელი. ჰაერში დარჩენილი რეაბილიტირებული სახლები არაფერია რობერტ ვოსკანიანის ისტორიასთან შედარებით. ბატონ რობერტს თბილისის განვითარების ფონდმა სახლი დაუნგრია და საერთოდ აღარ აუშენა. მისი სახლის ადგილას ახლა ეს ცარიელი მიწაა. ვოსკანიანთან ერთად ეზოში კიდევ 6 ოჯახი ცხოვრობდა. ყველას ერთი და იგივე პრობლემა აქვს. 14 წელია სახლს არ უშენებენ. დასვა დააყენეთ იქ ფონდში და უთხრეს რომ ესენი არ ამოუშვებს. ჩვენ ამათვის სათქმელი არაფერი არ გვაქვს. ახლა უკვე უაზრობა არის რომ კიდე გიხადოთო. მალე შეგიწყვეტავთ ქირას და წადით ქუჩა-ქუჩა იცხოვრეთ რა. წარსმეული არ არის, აბა 14 წელია. ესე ვარ ქუჩა-ქუჩა და წარსმეული არ არის. მითვისება უნდა. ეს თავისი ბუნება არის. ბიზნესში ივანიშვილს საერთოდ ყველა ადგილი აინტერესებს საერთოდ. თავის ბიზნეს პროექტებს განახორციელებს, აბა რას იზავს. ძველი თბილისი, პანორამა თბილისი, ეს ყველაფერი, მთელი ტურისტული ბილიკები აქ არის, ყველა რაც ფული აქ არის. ეძებთ თქვენი სახლი? სატელიტური რუკის საშუალებით უკეთ მიხვდებით სად მდებარეობს ფართები, რომელთა დაკანონებაზეც მოქალაქეებს პრობლემები აქვთ. ეს ქართული ოცნების ყოფილი ოფისია, რომელსაც ივანიშვილი შპს ახალი კაპიტალის საშუალებით ფლობს. ეს მანთაშევის ქარვასლის შენობა, რომლის საბოლოო მფლობელიც ასევე მილიარდერის კუთვნილი სააქციო საზოგადოება ტერაა. სასტუმროს ფუნქციით აშენებული ეს ნაგებობაც ბიძინა ივანიშვილის Old City Plus-ის ბალანსზე ირიცხება. ყოფილი ჟურნალისტთა სახლიც ოლიგარქს ეკუთვნის. სამშენებლო სამუშაოებს აქ Old City პანორამა აწარმოებს. ჟურნალისტთა ყოფილ სახლთან საერთო კედელი აქვს 548 კვადრატულ ამ ნაგებობასაც. აქაც რეაბილიტაცია ჩატარდა და მესაკუთრეებს კუთვნილი ქონების დაკანონებაზე. აქაც უარს ეუბნებიან. ესაც ერთ-ერთი ნაწილია, სადაც ჩემი სახლი იდგა, ეს იყო იტალიური ეზო წინათ. ერეკლე მეორის მოედნის 6 ნომერს ესაზღვრება რობერტ ვასკანიანის დანგრეული სახლის ეზოც. ამ ეზოს გვერდით კი უკვე ყავლაშვილის ქუჩის ის ეზოებია, სადაც რეაბილიტირებულ და საკუთარ დაუკანონებელ სახლებში მცხოვრები თბილისელები სახელმწიფოსგან კანონიერების აღდგენას წლებია უშედეგოდელიან. Де ხარია ეს თქვენი ეს სახლი? ეს სახლი 79 წლიდან. უკვე მე რამდენი წელია ვცხოვრობ და არ გვიმტკიცებენ, არ გვიფორმებენ. ეს რას ნიშნავს? მე არ ვიცი. არა და მე ამ თავრობას მივეცი ხმა, ამ თავრობის მხარეზე ვიყავი და მე ამ თავრობის იმედი მქონდა და ეხლა რა ხდება? არ ვიცი, მინდა რომ გააგვცენ პასუხი. თბილისის განვითარების ფონდი, თბილისის მერიას დაქვემდებარებული IP-ა. ყველა იმ კითხვის ადრესატი, რომელიც ერეკლე მეორის მოედანზე მოვისმინეთ, სწორედ ისინი არიან. პრობლემის შესახებ უწყებას წერილობით ვაცნობეთ. პასუხების გაცემა ვიცემერმა ირაკლი ბენდელიანმა გადაწყვიტა. გამარჯობათ. მადლობა. იმიტომ რომ ძირითადად მიჩვეულებათ, რომ თქვენ გარბი ხართ, ჩვენ მოგზდევთ. თბილისის ვიცემერი გვარწმუნებს, რომ რეაბილიტირებული სახლების ხელახალი რეგისტრაციის პრობლემა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო ფერხდებოდა. ეს ხალხი ვერ ირეგისტრირებს, იმიტომ რომ მათ საკადასტრო ფართების გადაფარვა იყო ერთმანეთზე, ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, დავიწყეთ ამის ინიცირება და უახლოეს პერიოდში ამას დიდი ხანი არ დაჭირდება, თითოეულ მოსახლეს, ვისაც მსგავსი სახის პრობლემები აქვთ, ამ პრობლემას მოუგვარებთ და დაურეგისტრირებთ. კალაძის მოადგილის ნათქვამ, საჯარო რეესტრის ეს ამონაწერი ეწინააღმდეგება. თუ ჩვენი რესპონდენტების ფართების დარეგისტრირებას ხელს აქამდე კანონი უშლიდა, როგორ მოხდა იგივე წესით რეაბილიტირებული ბინების დაკანონება ამავე ქუჩის 3 ნომერში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ეს გიორგი გაფრინდაშვილის საცხოვრებელი სახლის ამონაწერია ქონების რეესტრიდან. მასში გარკვევით წერია, რომ ახალი ამონაწერი თბილისის განვითარების ფონდის წერილის საფუძველზე გაიცა. ამ წერილს ითხოვენ დანარჩენებიც 5 წელზე მეტია. ჩემ მაგალითად გამომდინარე არაფერი არ არის, იმიტომ ამ კაცებს არ არსებობს ზღვარი, არ არსებობს, არ შეიძლება. არ არსებობს, რომ შენია და ჩემი არ უნდა იყოს. ამის მაგალითია, რომ ციხეში მოვხდი იმის გამო, რომ წაიღო ბანკარტუს და ბიზნესის. ეს ხო ფაქტია, ხო? ამას ხო ვეღარ ვარ, გავუმართლი, რეაბილიტირებული ვარ და ქონება სად არის? შენდება სახლები, ჩემ ფაბრიკა დაანგრიეს და შენდება სახლები. ავტოკვარაცხელია ახლა იმ ტერიტორიაზე საუბრობს, სადაც მისი ფაბრიკა, მოგვიანებით კი გოგა ხაინდრავოს სტუდია იყო განთავსებული.
ტერიტორია ლაგუნაზე სამშენებლო პოლიგონისთვის გამოთავისუფლდა. ქართული ოცნების პროპაგანდის ძახლა როსტომ მეფის სასახლე დაუთმეს. შენობა, სადაც პარტია ქართული ოცნების ოფისი იყო განთავსებული და რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ეხლა რა ხდება ამ შენობაში? სტუდია, ბერა სტუდია? ხაინდრავა სტუდია, ეხლა აქ, კი ბატონო. დროებით თუ? დროებით ყოველთვის თავისუფლად აშენებენ მარჯანიშვილზე და სანამ ანუ მხოლოდ ხაინდრავა სტუდია ეხლა აქ, ხო? ლაგუნაზე იყვნენ ხოლმე დაანგრიეს და ის შენება ავარიული გახდა და ის რაც ახლა ძველ თბილისში მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობისა და ურბანული პოლიტიკის სპეციალისტების შეფასებით ჯენტრიფიკაციაა. ანუ პროცესი, როდესაც ისტორიული უბნებიდან მკვიდრი მოსახლეობა იძულებულია გავიდეს. მათ ნაცვლად კი უბანში კომერცია შემოდის. თბილისის შემთხვევაში ამას თავად სახელმწიფო, უფრო კონკრეტულად კი კალაძის უწყება აკეთებს. ნებისმიერმა ქალაქის ხელისუფლებამ ეს პროცესი თუ არ არიდა საკუთარ ქალაქს, ყოველ შემთხვევაში უნდა შეანელოს. მაგრამ ჩვენთან ამას ბიზნესი კი არ აკეთებს, ამას თავად ხელისუფლება აკეთებს, ანუ ჯენტრიფიკაციას აკეთებს თვითონ ქალაქის მერია. აი ეს არის რატომ? რატომ? იმიტომ რომ მერე ამ ფართებს გამოიტანს აუქციონზე მერე აღმოჩნდება რომ მონაწილე იქნება ერთი რაღაცა კონკრეტული ფირმა, რომლის უკანაც ვიღაც აუცილებლად დგას და მერე აღმოჩნდება რომ რამდენიმე შენობა ეკუთვნის ერთ ფირმას. ახლა იგივე ბედი შეიძლება ელოდეს ერეკლე მეორის მოედნის 7 ნომერსაც. 7 ოჯახისთვის დანგრეული სახლების ნაცვლად თბილისის განვითარების ფონდს 14 წელია არაფერი აუშენებია. ახლა შაბათის ეთერი არ ყვევს, რომ ამ ოჯახებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კუთვნილი ფართების აშენებას არც არავინ აპირებს. მეტიც, მოსაზრება, რომელიც სპეციალისტებმა ძველი თბილისის მკვიდრი მოსახლეობის იძულებით გაყვანასთან დაკავშირებით გაგვიზიარეს, კალაძის მოადგილემ კამერის წინ დაადასტურა. მუნიციპალიტეტი მივა, მათ ქონებებს შეაფასებს საბაზრო ღირებულებად, რაც მათ ქონება საბაზრო ღირებულება და მუნიციპალიტეტი მოახდენს ამათი ქონებების გამოსყიდვას. არ უნდათ ეგრე გაყიდვა, იქ უნდა ცხოვრება, ბატონო ირაკლი, სადაც ცხოვრობდნენ 50 და 60 წელი. გასაგებია, მაგრამ იმდენად შეუსაბამო მიწის ნაკვეთი არის სიმცირეს ვამბობ, რომ იმის ადგილზე ხლა იმხელა შენობის აშენება, რომ 7, 8 და 10 ოჯახი დაეტიოს, უბრალოდ ბუნებით ამ ადამიანებს მაშინ რომ აღარ აუშენებთ, რატომ ელოდებიან წლები ამას? ბუნებრივია, რომ იქ ხა ღირებულებაში ახლა ცარიელ მიწის ნაკვეთს გულისხმობთ თუ იმ ფართებს რაც ხონდათ? მაგაზე სპეციალური წესი გვაქვს ჩვენ გამოსყიდის, ეხა ხანს დავამტკიცეთ. არავისთან პირობებს არ ვარღვევთ, რო იცოდეთ მერია, არავისთან პირობებს არ ვარღვევთ ხოლმე. შეკრულების პირობებით, ამიტომ გეკითხეთ. რაში გულისხმება, რომ დაირღვა? და ამ ადამიანებს ეხლა ამბობთ, რომ არც აუშენდებათ და იცია. სხვა კითხვა გაქვთ კიდე რამე? არა, 6 ზუსტად, აი რამოდენჯერ გიმეორეთ ერთ და იგივეს. სხვა კითხვა გაქვთ კიდე რამე? შეკრულებას ახალ შეადგენ. ახალი რატო უნდა შევადგინოთ 15 წლის თუ 15 წლის გაფორმებული ხელშეკრულება არის. წერია რომ დაუშენოთ. სხვა კითხვა გაქვთ რამე? თუ დავასრულეთ. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სარეაბილიტაციო უბნების შერჩევა წინასწარ იმის მიხედვით ხდება, ვის სად აქვს კონკრეტული ინტერესი. ასე მაგალითად, რატომ არ ხდება ფიროსმანის ქუჩის აღდგენა, როცა იქ სახლები ადამიანების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს და რატომ მიადგენენ მაგალითად კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიას, რომლის მცხოვრებლებიც ირწმუნებიან, რომ მათი ბინები უკვე არაერთხელ გამაგდა და რეაბილიტაციას აღარ საჭიროებს. სულ ქონდა მაგის შიში, რომ ერთვენე დღეს ვიღაცას მოეწონება ადგილი, ვიღაცა იტყვის, უიმე რა კარგი ადგილია, აგერ ცენტრში, აგერ განძელარია, აგერ თარღობის სახლი, ყველაფერი აქვეა, მუზეუმი გინდა, თეატრი გინდა, ოპერა გინდა და რა დავანგრიოთ ეს სახლები და ავაჩენოთ აქ რაღაც. ეს უკვე სულხან საბას ქუჩაა. აქ თბილისის განვითარების ფონდის სახლების რეაბილიტაციისთვის ახლა შევიდა. თუმცა მცხოვრებლების საკმაოდ დიდი ნაწილი სახლების ნგრევას არ თანხმდება და მათივე შეფასებით კაბალურ კონტრაქტს ხელს არ აწერს. ესეთ იმას როგორ უნდა მოვაწეროთ ხელი, რაც იქ წერია, რომ იმას დავთანხმდეთ. აი ამას ყველაფერს უნდა აკეთებდეს რესტავრატორი. რესტავრატორი უნდა მიადგეს, როგორც ხდება ძეგლებზე და როგორც ხდება კულტურულ მემკვიდრეობაზე, ესე ჩეულებრივი მუშები, რომელთაც არც გამოცდილება აქვთ, არც სოდნა აქვთ და არაფერი. რასაკვირველია, ბევრად უფრო მარტივი იქნება მათთვის, რომ უბრალოდ მიადგნენ ამას, ეს ყველაფერი ჩამოყარონ, ამას თვითონაც გვეუბნებიან. ჩვენ უნდა გავაშიშვლოთ, უნდა ვნახოთ რა მდგომარეობა, შემდეგ ისევ შევლესავთ და გაუკეთებთ ამ ჩაქულთმებს უკან. მაგრამ ეს ხო ავთენტური აღარ იქნება. ამ ხელა თანხის დახარჯვის და რესურსების მიუხედავად ამ სახლის სეისმომედეგობას გააძლიერებს 10%. ანუ ესე იგი
შლიან გადახურვას მთლიანად, ტოვებენ ფასადს, მერე ორი სართული ამოყავთ კინობეტონის კონსტრუქციით, მერე ისევ აკეთებენ ხის გადახურვას, რაც აბსოლუტურად არ აძლიერებს ამ სახლის ცეცხლმომედეგობას. არ ჩალვა ახალკაცს და არც მზია გაბუნიას ხელი თბილისის განვითარების ფონდის შემოთავაზებაზე არ მოუწერიათ. ისინი ფონდს მეზობლებთან ერთად ეწინააღმდეგებიან და საცხოვრებელ ბინებს არ ტოვებენ. იმის მიუხედავად, რომ სამ კვირაზე მეტია ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდებაც კი შეუწყვიტეს. აბსოლუტურად სიბნელია. რომ ნახოთ ახლა ვერ შეხვართ გვაქვს ჩუქი გვაქვს და აცხალი და შევდივართ ავანთებს და ძლივდობით დაიცადე ერთმანეთთან და ჩამოვდიოდი და პირდაპირ აი აქედან რომ არ მეგონა თუ ავდგებოდი. ახლა ხედავთ როგორ მდგომარეობაში ვარ და როგორ ვიქნებოდი მაშინ. დალი გამრეკლიძე სულხან-საბას 4 ნომერში 1958 წლიდან ცხოვრობს. მან დაზიანებები უშუქობისას კიბეებზე წაქცევის შედეგად მიიღო. ისიც და მისი ოჯახის წევრებიც ფიქრობენ, რომ ამით თბილისის მთავრობა მათზე ზეგავლენას ახდენს და სახლების დატოვებას აიძულებს. რომ რეკავთ თელასი გვეუბნება, რომ მე ეხლა შემიძლია ჩაგიგი თავიდან იყო ის, რომ კოვშით დააზიანეს, ისე კარგად მუშაობენ, რომ კოვშით დააზიანეს და გაწყვეტეს ეს კაბელები, მაგრამ თელასმა აღადგინა ეს კაბელი 2 დღეში. მე ეხლა შემიძლია რომ მოგაწოდოთ შუქი. უბრალოდ ფონდის ბრძანებაა ეგეთიო, რომ არ უნდა მოგაწოდოთ შუქიო. ჩემთვის ასიკეთოთ თუ უნდათ რამე. აი ესე ძალადობრივად შეიძლება რამის გაკეთება, ან ადამიანის უფლება არ არსებობს, ან ხო რაც თავარია თელასაც და ჯივიპისაც მოატყუეს, რომ მათ ხალხი არავინ არ ცხოვრობს, ყველა გასულიაო და რანაირად ვცხოვრობთ. მე ეჭვი მაქვს, რომ ამათ უნდათ ჩვენ რომ გაგვასახლონ და მე იმ ზომამდე მიგვიყვანონ, რომ კაპიკებში ჩაიგდონ ეს ტერიტორია ხელში და მე ჩემს სახლს დავიცავ ბოლომდე. სულხან-საბას 9 ნომერში კომპოზიტორი ნოდარ გაბუნია და პალეონტოლოგი ლეო გაბუნია ცხოვრობდნენ. ამავე ბინაში იყო განთავსებული პირველი ეროვნული ბანკიც. ის იყო ბანკის სახლი, ყველა ოთახი იყო დანომბრილი და ეზოში რო გარაჟი გვაქვს, ის არის ბანკის ეტლების სადგომი. ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის რაჟდენ დუმბაძის ოჯახის შთამომავლები ცნობილი მუსიკოსები, მხატვრები და არქიტექტორები არიან. ავეჯი, რომელიც აქ დგას, ამ სახლის ასაკისაა. ავთენტურია მაშინდელი იატაკიც, ბუხარიც, ფანჯრის ეგრეთ წოდებული მარკიზებიც და კიდევ ბევრი სხვა დეტალი, რომლის განადგურებისაც ახლა ასე ძალიან ეშინიათ. ეს ვახტანგ გაბუნიას ნახატია, სადაც მისი ოჯახი იმ სახლის ფონზეა გამოსახული, რომლის დანგრევასაც ახლა თბილისის განვითარების ფონდი აპირებს. მათ საკუთრებაში არსებული ავეჯიც, ინვენტარიც რაც არის, მაგის გადატანაში ჩვენ მივეხმარებით და გარკვეულ პერიოდში, როდესაც რეაბილიტაცია დასრულდება, ამ მოსახლეობას დავაბრუნებთ თავიანთი ფართებში გარემონტებულ მდგომარეობაში. გაბუნიებს მერიის დაპირებების არ სჯერათ. მათთან კომუნიკაციაში მყოფი პირები, ვინც ადგილზე მუშაობენ და კონტრაქტი აჩვენეს, სულ სხვა რამეს ეუბნებიან. ვერავირებო პასუხისმგებლობაზე, ვერც იმაზეო, რომ ქურდებმა შეიძლება მუშებმა გახურდონო, ვერც იმაზეო, რომ არ დაინგრევა. 18 სახურავი უნდა მოხსნან და გააკეთონ ლითონის. ჩვენი პარკეტები უნდა აყარონ და გააკეთონ ლამინატი, თუ რა, ვერ გავიგე რა. თავარი თემა ხო არის, რომ გვეუბნებიან თუ არ გახვალთ და ხელს არ მოგიწევთ, დაგანებებთ თავს, მაგრამ არც შიდა ეზოში და არც არაფერს არ გაგიკეთებთ და თუ რამე მოხდა, თქვენ იქნებით პასუხისმგებელი. მეზობლებსაც აღარ ეს არის ხო ეს შანტაჟის ენა. აგერ ვიცი ხა ჩემი ერთი მეგობრის ამბავი, რომ ზუსტად 2 წლის თავზე მას მერას დასრულდა რემონტი. ჩამოენგრა სახლში ბათქაში, მოხვდა დედამის თავში და თბილისის განვითარების ფონდმა უთხრა, რომ იცი რა, გარანტია იყო 2 წლისა და 2 წლის თავზე შეიძლება ბათქაში ჩამოინგრეს. აი ჩემმა მეზობლმა მეუსაძე მაგაზე აბსოლუტურად მთლიანად გააკეთა რემონტი. შეფუთა ხელახლა და ხარი შემოდიოდა. მე ფანჯი გადავხურე, ჩემი შუშაბადი ეზოდან ხა მე თვითონ რა. და წყალი შემომდიოდა ფანჯრების სახში შემომდიოდა წყალი. გეუბნებით მოქონდათ ცემენტი, რომელსაც არც მარკა წარმომავლდა, არაფერი არ ეწერა. აი ეს რესურსი ნასიფლო ეს. ჩვენი ხო ისტორიული შედარებით უკეთესი მასალა მოვიტანეს კაკლის ხის ხარს. მაგრამ იყო ნედლი. რო გაშრა პირი დააღოდა. ხარი შემოდიოდა მეზობელთა პირ ჩეულებრივად. ასე იყო ამათანაც. ამ ტიპის მოლოდინები და შიშები აქვთ ახლა სულხან-საბას ქუჩაზეც. მით უფრო რომ 9 ნომერში ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი სამუშაოები თავად საკუთარი სახსრებით გასწიეს და არქიტექტორებისვე მტკიცებით ამ სახლს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
ერთ-ერთი ბინადარი, ვინც საკმაოდ სოლიდური ხარჯი გასწია და ახლა თბილისის განვითარების ფონდთან კონტრაქტის გაფორმების წინააღმდეგია გაბრიელა ჰაბსბურგ-ლოდრინგენია, ავსტრია-უნგრეთის სამეფოს უკანასკნელი მემკვიდრის ქალიშვილი და საქართველოს ყოფილი სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში. ეს ფოტო 1930 წლამდეა გადაღებული. სწორედ ამ ფოტოს მიხედვით შეეცადნენ ისტორიული სახლის მცხოვრებლები აქაურობისთვის პირვანდელი სახის შენარჩუნებას. ბუნებრივად ჩვენ იძულების წესით თავიანთ სახლებიდან არავის არ გამოვიყვანთ რა, ჩვეულებრივად გააგრძელებენ ცხოვრებას, თუმცა ეხა იქ გარკვეული დისკომფორტი. არა, დენი და წყალი რაღაც პერიოდი ხა სამუშაოების შეიძლება გაითიშოს, შეიძლება ჩაირთოს, შეიძლება მტვერი იყოს, შეიძლება ხმაური იყოს. პავლოვის ძაღლები ვით გეთამაშებიან, მართლა გეუბნებით და უთხარი კიდევაც ესა რომ სტაბეჭდება ესეთი რომ გამომირთავ შუქს მომინდება რომ ხელი მოვაწერო. ხთი ჩამირთავ შუქს მომინდა რაღაცა ის პამპულასავი და ბავშვით გელაპარაკებიან. გაგდებენ იმ მდგომარეობაში, როდესაც შენ იწყებ უკვე იმაზე ფიქრს რომ ამდენ წვალებას და ამდენ უსამართლობას ხო არ მირჩევნია, გავყიდო და გავწავიდე. ვხედავთ იმას რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში აქ ვიღაც ხალხი დადის და უყურებენ ამ შენობებს, ერთმანეთში საუბრობენ, რო ჩაივლი გესმის ეს საუბარი, ხა არ გავჩერებულა რომ მომესმინა, მაგრამ სანამ ვიდექიან ფანჯრიდან ვიყურებოდი, მესმოდა რომ ეს ხალხი რეალურად საუბრობს იმაზე, ვინ როდის რანაირად შეიძენს და როგორ შეიძენს ხონებებს. ანუ მიდგომა იმისა რომ რაც შეიძლება მეტ მეზობელს გააყიდინონ შენობები, იგრძნობა. ერეკლე მეორისა და გუდიაშვილის მოედნები სულხან საბას ქუჩასთან ერთად მხოლოდ 3 მაგალითია. მსგავსი და ანალოგიური პრობლემები თბილისელებს აქვთ მაგალითად აბანო თუბანსა და მელიქიშვილის ქუჩებზეც. სახლების რეალური ნგრევის საფრთხეების რისკიც ჩუბინაშვილსა და ფიროსმანზეც გაცილებით მაღალია ვიდრე იქ, სადაც თბილისის განვითარების ფონდი რეაბილიტაციის სახელით აქამდე შევიდა. რატო არ უკიდებთ ხელს ფიროსმანის ქუჩას, სადაც უკვე ცხოვრება ძალიან საშიშია და ვაკეთებთ მაგალითად კოლმეურნეობის ორბელიანის მოედანს, ესეც ასახსნელია. ესეთი ახსნები ჩვენ არა გვაქვს. გაწყვეტილებას იღებენ კაბინეტებში, მერე გვეუბნებიან, რომ აი ხა უკვე ვიწყებ. გუდიაშვილის მოედანზე ჩვენ სამოქალაქო სექტორმა 14 წელი ვიბრძოლეთ ამ მოედნისათვის. ალბათ თუ კარგად იქ რეაბილიტაცია ჩატარდა, მაგრამ მოკვდა ეს მოედანი. და იქ გამოსახლებას, ანუ შესყიდვას ფართების აკეთებდა ქალაქი. რიტორიკული კითხვაა, მაგრამ რეპორტაჟის ბოლოს მაინც დავსვამთ. ვინ და რა ნიშნით არჩევს დასანგრევ უბნებს ძველ თბილისში? უბნებს, რომლებიც რეაბილიტაციის შემდეგ რატომღაც მკვიდრი მოსახლეობისგან იცლება და იმ კომპანიების საკუთრება ხდება, ვის უკანაც ამ ქვეყნის ყველაზე ძლევამოსილი ადამიანებით განან.